მოგესალმებით. მიხარია რომ ხედავთ გულანთებულ ადამიანებს. უღრმესი მადლობა ყველას. მე თქვენთან გურია და ოზურგეში როგორც წალენჯი ხაში ისე ვიგრძენი თავი. რაც შეეხება ჩემს გამოგონებას, 9 თვე მომიწია ფიქრი და 3 თვე ფიზიკურად მუშაობა, სისრულეში მომეყვანა ბატონი გოჩას იდეა და დამფინანსებელის გოჩა ამ გამოგონების. აღსანიშნავია რომ იდეები ქრება, როცა გამოგონებას ვერ შეძლებ. არ არის ადვილი უსულო საგნები დავიყოლიო. უფლის გარეშე გამოგონება შეუძლებელი მგონია. აქ რასაც ხედავთ, ეს არის ბორბალი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო გამოგონებად ითვლება და ბორბლის მეშვეობით განვითარდა კაცობრიობა. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ბორბალი, რადგან 31 მიგნება მაქვს შექმნილი და მიმაჩნია კაცობრიობისთვის სასარგებლო იქნება. ჩვენ დავიწყებთ მოძრაობას ახლა და გაგაცნობთ რა გავაკეთეთ ჩვენ. მოდი. მოდი კიდე. всё, кайя. აქ ჩემი გამოგონების მთავარი მიგნება ის იყო, რომ ამ ჯოხით შევძლებ ამანქანის მობრუნებას და თან თითით, პატარა თითით. აი დააკვირდით თითს. ოცდაორი წამი უნდა რა. გაიყვანე მანქანა. გამოგონების მთავარი მიგნება ის იყო, რომ 27 სანტიმეტრის გადაწევა ანვითარებს 600 სანტიმეტრს, ანუ 6 მეტრს. აი, თქვენი იყოს ეს ჯოხი. დასრულდა ეს თემა. მოდი. 9 თვიანი ფიქრისა და 3 თვიანი ფიზიკური შრომის შემდეგ წალენჯი ხელმა მამუკა აბრალავა დუაბზუელ მეგობართან გოჩა ტრაპაიძესთან გამოგონება განახორციელა. საუბარია მექანიკურ მოძრავ წრიულ სადგომზე, რომელიც მამუკა აბრალავასვე თქვით, როგორც პარკინგის პროცესს, ასევე ეგრეთ წოდებული სტაიანშიკების საქმიანობას გაადვილებს. გამოგონების უცნაურობა და უნიკალურობა იმაშია, რომ მანქანის სადგომის მეთვალყურე 27 სანტიმეტრიანი ჯოხით 6 მეტრიანი ბრუნის გაკეთებას და რკინის ფირფიტაზე მდგომი ავტომობილის შემოტრიალებას მოახდენს. ექსპერიმენტი ჩვენს თვალწინ გამოგონების ავტორმა საჩვენებლად თავადვე მოახდინა. 9 თვე მომიწია ფიქრი და 3 თვე ფიზიკურად მუშაობა, სისრულეში მომეყვანა ბატონი გოჩას იდეა და დამფინანსებელის გოჩა ამ გამოგონების. გამოგონების მთავარი მიგნება ის იყო, რომ 27 სანტიმეტრის გადაწევა ანვითარებს 600 სანტიმეტრს, ანუ 6 მეტრს. თავისი იდეით და მეგობრის გამოგონებით კმაყოფილია გოჩა ტრაპაიძე. იგი ამბობს, რომ ამ მოწყობილობით, რომელიც სრულიად მექანიკურია, ქალაქის მანქანების სიმრავლისგან განტვირთვა შეუძლია. ერისთავის ქუჩაზე ვცხოვრობ ჩვენ ახლა ოჯახი და იქ ერთ 10 ჯერ გამიტყდა მაგის სტოპი და გამოყვანაზე არის სულ პრობლემა. ჩემი საუბარი ადგინა ქუჩის კამერები ამოიღეთ და მიხდებით რასან გვაქვს საქმე. თუ წვიმა, ერთი 10 მანქანა მაინც დაინტროვა. ვთხოვე, მეთქი ამფერი რაღაცა მინდა, ბიჭო, გაუნგონები არაერთი პროექტის შემქმნელია, ვიცნობ ურთიერთობა მაქვს და დავიწყოთ, საინტერესოა ჩემთვის რომ მაგი პროექტია და დავიწყეთ რა და უფლის წყალობით შეხედეთ რა შეძლო ახლა ამ კაცო მექანიკოსი აგი არავით არის ელექტრობა არ ჭირდება ამას არავით არის მსგავსი რამე არ აქვს ამას და
უბრალოდ საინტერესო უნდა ვფიქრდეთ ერთი წუთით მარტო ყველაფერს დავიდანებე ბენზინს ამხელა ეკონომიას აკეთებ მობრუნებაში. მექანიკურად, ეკოლოგიურად სუფთა, მექანიკურად აი იქნება 100 წელი დაახლოებით. უკვე განხორციელებული იდეის სატესტო ჩვენება სტრაპაიძეებში სამეზობლო და სამეგობრო დაესწრო, რომელიც თავიანთ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. Яскати, რაც გევიცანივე, სასწავლი პიროვნება. თედაღა მე ფიქრობდა იმას, რომ ეს შეესრულებია ეს რაც ხონდა მათქმული. საინტერესო გამოგონება რა შეეცი? Яскати, იმ წორწერდილით უბრუნდებოდა ყოველ წუთში, რომ არ შეშლოდა რაიმე. ამ კაცის გაცნობა მოხდა აქ რომები და ჩვენთან თითქმის ყოველდღიური შეხება ჰქონდა. შესრულებას უყურებდი მოკლედ ყველა დეტალის. უბრალოდ რკინით, შეეძლო ჯოხით 20 სანტიმეტრი გადმეეწია თან თითით და ყველა ბრუნი გეეკეთებია. აი მარტო სტაიანკის ინტერესი კი არა, აქ აი 1000 რაცხაზე შეიძლება გამოდგეს ამნაირი მიგნების. თავისით იკეტება უკან ბრუნდება თავის. ბრუნდებით იქ საიდანაც დავიწყეთ უცნაურ ბორბალთან და მის ავტორთან, რომელიც ამ უცნაური გამოგონების შემდეგ გონებაში ალბათ უკვე სხვა უნიკალურ იდეებს ხარშავს.